მხრივ რა შეიძლება ამის შემდეგ მოხდეს. თქვენი ზოგადი შეფასება მაინტერესებს პირველ რიგში. შესაძლოა მოსალოდნელიც იყო, რომ მაინც და მაინც ასე ჰარმონიული შეიძლება არ ყოფილიყო მათ შორის საუბარი, რადგან ზელენსკი ჩადიოდა შეერთებულ შტატებში პირთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას დიქტატორი უწოდა, თუმცა ჩადიოდა შეთანხმებისთვის. რა მოხდა თქვენი აზრით, როგორ შეაფასებთ გუშინდალა? იცით რა არის რაც ითქვა, არის რაც არ თქმულა, მაგრამ ვიცით და მაგრამ არის რაცაც არ ვიცით და არ თქმულა და მოდი აი ესე დავალაგოთ საკითხები, ხო? ერთი რაც ითქვა კიდეს და ვიცით, ტრამპს უნდა ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ ხარჯზე, ნებისმიერ შედეგით რაღაც სახით დადოს ხელშეკრულება პუტინთან და რუსეთთან. თან ისე რომ ევროკავშირი და ევროპა დიდად მონაწილეობდა არ მიიღოს ამაში და უკრაინა უბრალოდ დათანხმდეს. პუტინის მოთხოვნებით ცნობილია ეს კაპიტულაციაა ფაქტიურად და ტერიტორიების დათმობა. როცა ამას ვერ აღწევს, უკვე იქ გადადის იმ მეთოდზე, რის მეთოდზე, როგორც მოიგო არჩევნები, როგორც მიაღწია აქამდე შედეგს, ჩვეულებრივი ბულინგი, ჩვეულებრივი მეთოდი. ეს ცნობილია ტრამპის პოზიცია. ასევე ცნობილია ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია ახალისაც და ძველისაც, რომ ის არანაირი უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინას არც წინა ადმინისტრაციებს არ მიუციათ არანაირი გარანტიები უკრაინისთვის და არც ისინი არ აპირებენ, უბრალოდ ისინი ამას არ იძახდნენ, ეს ღიად იძახს, რომ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებს არ მივცემთ. ხო, ესეც ცნობილია ახლა. რატო უნდა ტრამპს ესე პუტინთან შეთანხმება, რომ მას არქტიკის რესურსები იზიდავს, არქტიკაში თანამშრომლობა იზიდავს, უნდა რუსეთი ჩინეთთან რაღაც დაპირისპირებაში გამოიყენოს თავის სასარგებლოდ თუ რა არის ეს ძნელი სათქმელია, ხო? ვერ იტყვი ამას. მაგრამ ალბათ ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, რაც აქ მუშაობს და მოქმედებს. ეს უკვე მოცემულობაა და არ არის რაღაც კითხვის ნიშნის საკითხი. ამიტომ ტრამპისგან და ტრამპის ადმინისტრაციისგან არ აქვს მნიშვნელობა, ვინც იქნება და სხვა ვიღაცა ასეთი რეაქცია, ასეთი რეაგირება მოსალოდნელი იყო. შეიძლება ასე უხეში ფორმით არა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო და ისინი ღიად იძახდნენ, რომ არ მიცემენ უკრაინას არანაირი უსაფრთხოების გარანტიებს, ამას არ აპირებენ. მოსალოდნელი იყო, რომ მათ ნებისმიერ ფასად უნდათ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მითანხმება, ხო? როგორც ჩანს, რუსებს ბევრ რამეზე ვერ იყოლიებენ. ეხლა ადვილი დასაყოლიებელი უკრაინაა, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ უკრაინაც არ არის ადვილი დასაყოლიებელი და ადვილი მისაქმენი. ეს არის ერთი, რაც მოხდა, ჩემი აზრით და ამერიკის პოზიცია აქ ნათელია, სამწუხაროდ, მაგრამ ეგ არის. ხო? თუ კი აქამდე ამას ყოველთვის დიპლომატიური ენით ფუთავდნენ, რაღაც გარკვეული მორალით ამართლებდნენ, მორალური მოქმედება, ტრამპმა საერთოდ მოხსნა ამას დიპლომატიური ენას და მორალიც. ამის უკან მორალი აღარ დგას. რაც გამოიწვევს ეგ მერე ვისაუბროთ. რაც შეეხება ზელენსკის, მე ვფიქრობ, რომ თავის წილად ზელენსკის შეცდა დღევანდელ გუშინდელ შეხვედრაზე, გარკვეულწილად მე პირადად თავიდან ბოლომდე მოусმინე ინგლისურენოვან გადაცემებს ყველას. მე ვფიქრობ, რომ ინგლისურ ენაზე საუბარი არ იყოს სწორი, უნდა ესაუბრა უკრაინელის თარჯიმნით გადადებით, იმიტომ რომ ისეთი ინგლისური არ იცის, როგორცაც საჭიროა რომ ტრამპს ეკამათოთ, ჯერ ერთი, მეორე, საერთოდ არ იყო ვანსზე აყოლა საჭირო, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ასეთ ამ ხალხმა ასეთი უხეში პოპულისტური გამონათქვებით, დაბრალებებით, ლანძღვაგინებით მოიგეს არჩევნები, მოიპოვეს ხელისუფლება, ანუ მათ იარაღზე, მათ მოედანზე, მათივე ბურთით ეთამაშო მათივე წესებით, მე ვფიქრობ ეს კარგის მომტანი არ იქნება, ხო? ეხლა რა უნდა ექნა ძნელი სათქმელია, კიდევ ვიძახი, ზელენსკი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ძლიერ ლიდერად მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპისთვის. ეხლა უნდა დავაკვირდეთ რა მოქმედებები მოყვება, იმიტომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ რა ხდება. ერთი ევროპა თავის დიდ ბრიტანეთთან ერთად გადადგავენ თუ არა ეს შეკითხვა ნაბიჯს ისინი რომ შექმნიან ძალიან სწრაფად საკუთარ სამხედრო ბლოკს. ეს უკვე იმაზე სწრაფად არის გასაკეთებელი, ვიდრე ეს არის მათი ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, რა თქმა უნდა, ერთიანად თუ ცალ-ცალკე ისინიც შეძლებენ და მოელაპარაკებიან პუტინს ღიად თუ დახურულად რაღაც საკითხებზე, ხო? ეს არის ორი საკითხი. პუტინთან მოლაპარაკება საკმაოდ რთული თემაა. რაც არ უნდა იტრაბახოს ტრამპმა, ვერაფერზეც ვერ მოელაპარაკა პუტინს, რა, უბრალოდ თანხმდება მის პირობებს, რა, და მის შეთავაზებებს, ხო? ცოტა დრო უნდა მივცეთ მოვლენებს და უფრო ნათლად გამოჩნდება ბევრი რაღაცა.
ფაქტია, რომ ეს შეთანხმება რისთვისაც ჩავიდა ზელენსკი შტატებში ვერ შედგა, შემდგომ მოლაპარაკებებიც ვერ შედგა და ასე შემდეგ. დატოვა ბოლოს თეთრი სახლი. ანუ ამას მოყვება ბუნებრივია უკრაინისთვის ნეგატიური შედეგი. დასავლური მედია უკვე წერს, რომ დახმარების შეჩერებაზე საუბრობს თუ მსჯელობს შეერთებული შტატები. როგორ შეუძლია უკრაინას აიცილოს ეს მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი? ძალიან გამიჭირდება. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ამბობთ, რომ მოცემულობა ასეთია, ასეთები არიან ამერიკელი მაღალჩინოსნები, ეს ბუნებრივია ზელენსკიმაც იცის, თუმცა ის მაინც შეეცადა რაღაცნაირად თავისი ინტერესი წინ წამოეწია იქ ფოტოების ჩვენებით და ამაზე მეტად აქცენტით. იყო შეცდომა მისი მხრიდან? არა, ეს არ იყო შეცდომა, ამას არ ვამბობ მე, უბრალოდ ვენსზე განსაკუთრებით და მე უკვე ტრამპზე ესეთ კამათში აყოლა, მე ვფიქრობ, არ იყო საჭირო, ეს შედეგს ვერ მოიტანდა თორე, რა თქმა უნდა, ეხლა თავისი მორალურად გაიმარჯვა, მორალური მხარე აჩვენა, მაგრამ ამის შედეგები რამდენად მძიმე იქნება, ეს ეხლა განსახილველი საკითხია, ხო? აშშ-ით დახმარებას შეწყვიტავს, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ომში დამარცხდება, მაგრამ ძალიან გაუჭირდება და უფრო მეტ მსხვერპლთან ექნება საქმე. თუმცა ისევე როგორც ტრამპის და ვენსის მთელი მესეჯ ბოქსი იყო მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე თავის ხარდამჭერებზე გათვლილი და სხვა არავისზე, აბსოლუტურად არც სოფლიოზე და არც სხვა ამერიკელებზე, სხვა აზრის მქონე ამერიკელებზე, თავის ხარდამჭერების პოზიცია უნდა, რომ ისინი ცდილობენ ამერიკისთვის რაღაც სასარგებლო გააკეთონ. ასევე ზელენსკის ესეთმა მტკიცე პოზიციამ და პრინციპულმა პოზიციამ საკმაოდ გაზარდა მისი ხარდაჭერა უკრაინაში და დანარჩენ ხარდამჭერ სოფლიოში. ეხლა მნიშვნელოვანია რიტორიკა აღარა, რას გადადგავენ ევროპელები და ბრიტანელები ერთად რა ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანია მივაქციოთ თურქეთსაც ყურადღება. თურქეთში გუშინ გაფორმდა ხელშეკრულება, მორატორიუმი გამოაცხადა პკკ-მ, ანუ აბდულა ოჯალანმა თურქეთის მთავრობის ბრძოლა შეწყვეტისკენ მოუწოდა თავდასხმისკენ. ეს დიდი გამარჯვება ერდოგანისთვის, მაგრამ ვინ იყო აქ შუამავალი, რატომ მოხდა ეს ინიცირება ახლა ამ დროს რატო დაემთხვა, ანუ აპირებს თურქეთის შეუერთდეს იმ მომავალ ევროპულ სამხედრო ბლოკს, რომელმაც ამერიკის გარეშე უკვე უნდა იმოქმედოს და უკრაინას დაეხმაროს. თუ სხვა რას აპირებს თურქეთი, ესეც ძალიან საინტერესო სანახავია, იმიტომ რომ თურქეთი საკმაოდ საკვანძო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ეხლა რას იზავს ჩინეთი ეხლა ეჭვიანობას დაიწყებს და რაღაცა სხვა სახით ჩაერთობა რუსეთთან კავშირში არა. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ესეთი პოლიტიკა ძალიან მცდარია თვითონ ამერიკისთვისაც, მაგრამ ამის შედეგები უცებ არ დადგება. მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ წინა პრეზიდენტობის დროს ის ძალიან ძმაკაცობდა და მეგობრობდა ჩრდილოეთ კორეის მასთან, ვინც არის ლიდერი, რავი, კიმ ჯონ უნია თუ ვინც არის, ხო? ამის შედეგი იყო ის, რომ სამხრეთ კორეამ უკვე დაიწყო კავშირების გაღრმავება ჩინეთთანაც, რუსეთთანაც და როცა კრიტიკულ მომენტში ამერიკას დაჭირდა მეკავშირე სამხრეთ კორეა, ის არ შეუერთდა არც სანქციებს, ის არ შეუერთდა არაფერს. მეკავშირე ისევ არის, მაგრამ არც ერთ გადაწყვეტ მოვლენაში არ დაიჭირა ამერიკის მხარე და ამერიკის პოზიცია. მე ვფიქრობ და ვშიშობ, რომ ტრამპის ესეთი მიდგომა ზუსტად იგივე შედეგს გამოიღებს ევროკავშირთანაც და ბრიტანეთთანაც მიმართებაში. ანუ ეს არის მისი ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი და არა რაღაც ემოციური რეაქციები, რომელიც ჰქონდა. რამდენჯერმე მოусმინე ამ ინტერესს, გათვლილი იყო შიდა თავის ხარდამჭერებზე. ხო, მარტო შიდა თავის ხარდამჭერებით სოფლიოს ვერ მართავ რა. კი ბატონო, თუმცა ფაქტია რომ გაახარა რუსეთი და ზელენსკის ასე ვთქვათ. ეხლა ვინ გაახარა და ვინ არა, ამას დრო გვიჩვენებს რა. კი ბატონო, აი ზელენსკი ჩავიდა უკვე ლონდონში, დიდ ბრიტანეთში გაიმართება სამიტი, სადაც ევროპის ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას, ეს უსაფრთხოებას შეეხება. ანუ ფიქრობთ, რომ ეს კრიტიკული მომენტი ასევე კრიტიკულია ევროპისთვისაც, ერთგვარი გამოცდა და ევროპაში მოთამაშეებს შეუძლიათ რაღაც თავისთვის სასარგებლოდაც გამოიყენონ ეს მომენტი? იცით რა, დიახ, კრიტიკული მომენტია. ევროპას აქვს ყველაფერი, რომ იყოს საკმაოდ დამოუკიდებელი, მაგრამ არ აქვს ერთი რაღაც. ამ რაღაცას ქვია ლიდერშიპი, მას არა აქვს პოლიტიკური სტრუქტურა, როგორ უნდა მართოს თლიანად ევროპული. თუნდაც ეს იქნება ჯარები, თუნდაც ეს იქნება რაღაც მოვლენები, ხო? ევროკავშირი მაინც არის რამდენიმე ქვეყნის გაერთიანება და არ არის ეს უნიტარული სტრუქტურა. იმისთვის რომ მათ ახლა უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან, ხო, ამერიკისგან დამოუკიდებელ, აშკარა ხდება, რომ უნდა შექმნან გარკვეული სამხედრო ბლოკი ამერიკისგან დამოუკიდებლად. ხო, რომ კონდეთ ძალა.
ამისთვის ყველაფერი გააჩნიათ, სამხედრო მრეწველობა, ბირთვული შეკავება, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები, უნდა მოახდინონ სამხედრო ძალების კონსოლიდირება, მაგრამ ყველაზე მთავარია, უნდა მოახდინონ პოლიტიკური ლიდერშიპი, ანუ უნდა აჩვენონ პოლიტიკური მართვა, როგორი მართვა გახორციელდება. აქამდე ისინი ყოველთვის იყვნენ ნატოზე დამოკიდებული უსაფრთხოების კუთხით და ნატოს ხელმძღვანელობა ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატები. ეხლა ეს ასე მარტო უკრაინის გამო არა, ასე რომ აღარ იქნება, ეს ფაქტია. ხო და გადადგამენ რაიმე ქმედითი ნაბიჯს თუ ესე რიტორიკას გააგრძელებენ და ლამაზ საუბარს და შეშფოთდებიან, მაგის თქმა გამიჭირდება, მე არ ვიცი. პრინციპში ამასვე ამბობენ ახალი ლიდერის საჭიროებაზე საუბრობდა კაია კალასი ამ ინციდენტის შემდეგ. ბოლოს მინდა გამოეხმაუროთ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, როგორი იყო მაშინ, როცა ევროპული სახელმწიფოები მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ, უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც პირიქით მადლობას უხდის ტრამპს, რაც მოსალოდნელი იყო. ქართული ოცნება ამხნევებს სიძლიერეს უსურვებს ამერიკის პრეზიდენტს. რა სარგებელი დაინახა ამ პროცესში ქართულმა ოცნებამ? ქართულ ოცნებას რა უხარია, მე მართალი გითხრა, კარგად ვერ ვიგებ, მაგრამ ამ შემთხვევაში სარგებელი, სრულიად პრაქტიკული სარგებელი დაინახა, თუ ის ხედავს, რომ თუ კი ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდება უკრაინასთან და მიმდინარეობს, ესეთი დიდი დაპირისპირება იქნება ევროკავშირთან, როგორც მინიმუმ ქართული ოცნებისთვის არავინ არ მოიცლის და ეს არის რეალურად, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ მას პროს თავი დაანებონ რა, იყოს მუდმივად ხელისუფლებაში, ანუ გარედან მისთვის არ მოიცლიან, ვერ მოიცლიან, ეს ერთია. მეორე ქართული ოცნება უკვე ძალიან დიდი ხანია რუსულ ორბიტაზია და იქაური პროპაგანდით, იქაური მესიჯები გაამყარებს იგივე თავის მხარდამჭერებში, თავის პროპაგანდისტულ მესიჯს, რომ ისინი მართლები იყვნენ. ეს არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სულაც არ არიან მართლები და ზუსტად იგივე პრინციპით გაუჭირდებათ თუნდაც იგივე ტრამპის ადმინისტრაციასთან ან სხვასთან რაიმე სერიოზული კავშირის მოწყვეტა და თუ ამას ეძახიან წარმატებას, რომ საქართველოს მოწყვიტეს ყველაფერს, დასავლეთს, ევროპას, ყველაფერს და რაღაც წარმატებას აღწევენ ამით, ნუ ავიცი უხაროდეთ რა გითხრა ახლა. მე მგონი გასახარი აქ არაფერი არ არის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ქართული ოცნებისთვის ერთადერთი საიმედო მდგომარეობა იმის გამო, რომ საქართველოს არ არის ამ პროცესში პრიორიტეტად წარმოჩენილი. დიახ, სწორედ ესაა, ამაზეა გათვლილი ყველაფერი. კი ბატონო, და დიდ ბრიტანეთზე მინდა გკითხოთ, ვიდრე ზელენსკი ჩავიდოდა, იყო სტარმერის შეხვედრა თეთრსახლში, ახლა ზელენსკი თავად სტარმერთან ჩავა. დიდ ბრიტანეთს რა როლის თამაში შეუძლია აქ? დიდ ბრიტანეთს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინის ხარდაჭერაში, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე უნდა დავაკვირდეთ ევროპის და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ მოქმედებას და არასაუბარს, თუ რას იმოქმედებენ ისინი და როგორ ჩაანაცვლებენ, როგორ უზრუნველყოფენ საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოებას ამერიკის გარეშე და როგორ ჩაანაცვლებენ ამერიკის მხარდაჭერას უკრაინას, იმიტომ რომ დღეს ახლა ევროპული უსაფრთხოება უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია და ეს ყველას კარგად ესმის. კეთილი, მადლობა ლაშა ბერიძეს, მე თქვენ დაგემშვიდობებით, ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის უკვე გართულებულ ურთიერთობაზე, რაც